მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რა გელოდებათ პირად ცხოვრებაში აგვისტოს თვეში. დღეს გვექნება გაშლა 4 პოზიციაზე, რადგან დღეს ირჩევთ პოზიციას თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. პირველ პოზიციაზე იქნება დღეს სტიქია ცეცხლი. ესენი არიან ვერძი, მშვილდოსანი, ლომი. მეორე პოზიციას დაიკავებს დღეს სტიქია მიწა, მოგეხსენებათ ესენი არიან თხის რქა, ქალწული კურო. მესამე პოზიციაზე დღეს გვეყოლება ჰაერი სტიქია, მერწყული ტყუპების სასწორი, ხოლო მეოთხე პოზიციაზე იქნება სტიქია წყალი. ესენი არიან მორიელი, თევზები და კირჩხიბი. აირჩიეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით პოზიცია და ვიწყებთ. პირველი ვარიანტი სტიქია ცეცხლი. რა გელოდებათ პირად ცხოვრებაში აგვისტოს თვეში, ლომებს, ვერძებს და მშვილდოსნებს. სხვათა შორის პირად ცხოვრებაში გელოდებათ ძალიან ისეთი გარდამტეხი მნიშვნელოვანი საკითხი. როგორიც არის დაუკავშირდება შეიძლება საბუთებს. ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში აგვარებთ საბუთებს პარტნიორულ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ეს არის იურიდიული ჩარევა. მაგრამ თუ თქვენ ახლა ასეთი სიტუაციაში არ ხართ, რომ მაგალითად ან რამე დოკუმენტებს აგვარებთ, ან პარტნიორთან რაღაც კონტრაქტს დებთ, ან ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება განქორწინების ამბებს აგვარებთ, ხო? ანუ თუ ესეთ სიტუაციები არ გაქვთ, ამ შემთხვევაში პარტნიორთან შესაძლოა მოიმატოს პარტნიორთან ურთიერთობაში მოიმატოს მოთხოვნილებებმა უფრო გაგიმძაფრდებათ სურვილი, ეს არის თქვენი სურვილი, ურთიერთობა უფრო დასერიოზულდეს, უფრო წვრილმანებს ჩაყვეთ, ძალიან ისეთი დაკვირვებულები იქნებით ამ პერიოდში. ძალიან დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ პარტნიორის ქმედებას, სიტყვას. და შესაძლოა უფრო მეტი მომთხოვნი პოზიცია დააფიქსიროთ, რომ თქვენ რაღაც გჭირდებათ პარტნიორისგან და თამამად განაცხადოთ ეს. შესაძლოა ჩავთვალოთ, რომ საერთო გზა გელოდებათ ადამიანთან. ეს შეიძლება იყოს სადმე ერთად გამგზავრება, ან მოულოდნელი შემოთავაზება, რომ ერთად სადმე წახვიდეთ, შემოთავაზება, მოგზაურობის შემოთავაზება, ერთად გასავლელი გზა, შეხვედრის შემოთავაზება და ბევრი აქტივობები ერთად, ბევრი აქტიური მდგომარეობა. შეიძლება იყოს ძალიან ბევრი შეხვედრები. თუ მაგალითად ახლა მარტო ხართ და პარტნიორი არ გყავთ, შეიძლება აქ ჩავთვალოთ ესეთი რამ, რომ სადმე წახვიდეთ მოულოდნელად და ახალი კონტაქტები შემოვიდეს ამ მგზავრობიდან, რაღაც სხვა მიმართულებით წახვალთ და გაიცნობთ, თქვათ, რამდენიმე ადამიანს და რამდენიმე ადამიანი ინტერესდება თქვენით, იმიტომ რამდენიმე კონტაქტი არის აქ. თუ პარტნიორი გყავთ, აქ ამ შემთხვევაში პარტნიორისგან იქნება მრავალი შემოთავაზება და შეხვედრები მოიმატებს. სხვათა შორის ძალიან ისეთი კარგი პოზიცია არის მაინც თქვენთვის. მზის არკანი გვეუბნება, რომ გექნებათ ლაღი პერიოდი, რომ თავიდან იქნება მოთხოვნებდით იქოს რაღაცნაირად ცოტა ისეთი მომენტები გექნებათ, რომ გაამძაფრებთ თქვენს კონტროლს, ინტუიციას პარტნიორის მიმართ, მაგრამ თვის ბოლო გექნებათ უფრო ლაღი და დამშვიდებული. თვის ბოლოს უფრო მეტად კმაყოფილებას იგრძნობთ, უფრო მეტ სითბოს იგრძნობთ. ძალიან დათბება თქვენ შორის კომუნიკაცია. თუ ახალ პარტნიორს განვიხილავთ, ხომ, შეიძლება თვის ბოლოს უფრო სუსტი პასუხი და პროგნოზი გქონდეთ, რომ ამ პიროვნებასთან გრძელდება ურთიერთობა და კავშირი. ყოველ შემთხვევაში თქვენი შინაგანი სამყარო, რომ ვიტყვით ხოლმე ჩვენი შინაგანი ბავშვი, თავს იგრძნობს ძალიან კმაყოფილად, დაცულად და ბედნიერად. ანუ თვის ბოლო გაქვთ განსაკუთრებულად კარგი პარტნიორულ ურთიერთობებში.
კი, ნამდვილად არის ესეთი მომენტი, როდესაც სასიყვარულო ენერგიაში მოიმატებს რომანტიული განწყობა. და ეს იქნება ორმხრივი. თქვენი მხრიდან წამოსული ენერგია და პარტნიორის მხრიდან წამოსული ენერგია, როდესაც როგორც იქნა აღწევთ შეთანხმებას, როგორც იქნა ურთიერთობაში არის ბალანსის სიმშვიდე, ორივე ურთიერთობისთვის ქმნით ბალანს, დაცულობას, ერთგულობის შეგრძნება გექნებათ და ძალიან სიმშვიდე შემოდის ამ პერიოდში. თუ მაგალითად ერთად გზას დასახავთ და სადმე ერთად მიემგზავრებით, ეს შეხვედრა, უბრალოდ ეს გამგზავრება ძალიან კარგი იქნება თქვენთვის. ძალიან ბედნიერი და სიცოცხლით სავსე დაბრუნდებით ამ მოგზაურობიდან. შეხვედრები თუ გაქვთ აქტიურად დაგეგმილი, ან გააქტიურდება შეხვედრები, ეს შეხვედრები კმაყოფილებას მოგიტანთ. ანუ აქ რაღაც შეიძლება საბუთების მოგვარების პერიოდით დაიწყოს და მერე უკვე დაძაბულობა იკლებს, ანუ რაც უფრო თვის შუა რიცხვებიდან თვის ბოლო რიცხვებამდე მეტი და მეტი კმაყოფილება, მეტი სითბო-მსრუნველობა და კომფორტი გექნებათ თქვენ. ყოველ შემთხვევაში აგვისტოს თვეში იმის პოტენციალიც გაქვთ, ვინც მარტო არის ახლა, რომ ურთიერთობა რამდენიმე ვარიანტი შემოვიდეს უბრალოდ რამდენიმე ადამიანი დაინტერესდეს თქვენით და იქიდან ერთ-ერთი სამომავლო პერსპექტივისთვის შეარჩიოთ და ურთიერთობა გაამყაროთ. დაგემშვიდობებით. და ახლა ჩვენ განვიხილოთ მეორე პოზიცია, მოგესალმებით. ვინც აირჩია სტიქია, მიწა, კურო, ქალწული, თხის რქა. განვიხილავთ, რა გელოდებათ პირად ცხოვრებაში აგვისტოს თვეში. აგვისტოს თვეში სხვათა შორის თავს შეგახსენებთ ისეთი ადამიანი, რომელიც ახლა შესაძლოა ან განცალკევდა, ან ბლოკშია, ან რაღაც გარკვეულ დისტანციაზე გახვედით ამ ურთიერთობიდან. ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან უცნაურად დამთავრდა რაღაც კავშირი თქვენსა და ამ პიროვნებას შორის. რაღაცა თითქოს დამთავრდა, მაგრამ რაღაც ბევრი შეკითხვები დაგრჩათ, ამოუცნობი ვითარება დაგრჩათ, ან ინტუიციურად ამ პიროვნებასთან ისევ რაღაც ძალიან ძაფრი კავშირი გაკავშირებთ. ეს შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მოვა ისეთი პიროვნება აგვისტოს თვეში, რომელთანაც რაღაც გაურკვევლობა დაგრჩათ და პაუზა დამთავრდება და აღადგენთ კომუნიკაციას. და ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში ეს შეიძლება ჩავთვალოთ თქვენი რაღაცნაირი თითქოს დეპრესიული განწყობა, ანუ ხასიათობა, ესე ვიტყოდი, რაღაც უხასიათო და მძიმედ იგრძნობთ თავს და უცებ არსაიდან რომ არ ელოდებით, რაღაც საიმედო, ძალიან ესეთი უბრალოდ კარგი საიმედო კონტაქტი მოდის თქვენთან, რომელსაც რაღაცნაირად შეიძლება არც კი ელოდებით, რომ უახლოეს პერიოდში რაღაცა კარგი შეიძლება მოხდეს, ხო? ვინც მარტო ხართ, ამ შემთხვევაში შეიძლება ინტერნეტ სივრცეში გაიცნოთ ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს საერთოდაც უცხოელი, ესეც არ გამოვრიცხავ და რაღაც კარგი კონტაქტი დაიწყოს თქვენთან და თქვენს პასიურ და მოდუნებულ ხასიათს ძალიან დაეხმაროს ამ პიროვნებასთან დაწყებული კავშირი. ნუ ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში, როგორც გითხარით, გაურკვეველი ადამიანი ბრუნდება. ნუ სხვათა შორის აქ რამდენიმე ადამიანის ყურადღებას იგრძნობთ, მაგრამ ზოგი იქნება ძალიან გაუბედავი, რომ რაღაცა თითქოს გიყურებთ ეს ადამიანი, რაღაცა სტორებზე შემოდის, ან გრძნობთ, რომ სიმპათია აქვს, მაგრამ ძალიან აჭიანურებს, რომ ქმედებაზე გადავიდეს და ძალიან ნელი ტემპით მოძრაობს თქვენი მისამართით. თუ ახლა ურთიერთობაში ხართ და პარტნიორი გყავთ, აგვისტოს თვეში ესეთი რადიკალური, სწრაფი, მნიშვნელოვანი ცვლილებები თქვენს პირად ცხოვრებაში არ იქნება და ისევ ისეთი ტემპით წავა თქვენი ურთიერთობა, როგორიც ახლა არის. ანუ ესეთი გარდამტეხი ქარცეცხლიანები არ არის იმ
იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა ხართ ურთიერთობაში, ხო? ანუ გექნებათ რაღაც სტაბილური, ნელი, განვითარებითი კავშირი, ან ისეთი კავშირი, როგორიც ახლა გაქვთ და დიდი ცვლილებები არ იქნება. თუმცა რაღაც მომენტში შეიძლება აგვისტოს თვეში ჩავთვალოთ, რომ პატარა უკმაყოფილება მოგივიდეთ პიროვნებასთან, რომ მეტი ყურადღება მჭირდება. რაღაც ესეთი მომენტი გქონდეთ, რომ თქვენს პარტნიორს უთხრათ, რომ მეტი აქტიურობა გჭირდებათ მისი მხრიდან, ან მეტი რომანტიკული დღეები გჭირდებათ მისი მხრიდან. თუმცა ეს სერიოზული კონფლიქტი ნამდვილად არ იქნება. მაგრამ აქ აგვისტოს თვე მოდის უფრო მეტად წარსული ადამიანი, ანუ წარსულში მოტყუებული ადამიანის გამოჩენისა და აქტივობის პერიოდი მიჩვენა. უმრავლესობა ვინც ახლა მიყურებთ, აი ესეთი სიტუაცია იქნება, თუნდაც ურთიერთობაში იყოთ ახლა, შეიძლება ისეთმა ადამიანმა შეგახსენოთ თავი, რომელზეც ერთი პერიოდი ძალიან ბევრს ფიქრობდით, განიცდიდით და გაურკვევლობაში დაგტოვათ. მე დაგემშვიდობებით და გადავიდეთ ჩვენ ახლა მესამე პოზიციაზე. მოგესალმებით, ხაერისტიკის წარმომადგენლებო, ტყუპებო, სასწორებო და მერწყულებო. ვიგებთ თქვენ შემთხვევაში რა გელოდებათ პირად ცხოვრებაში აგვისტოს თვეში. სხვათა შორის აქ თქვენ პირადად იქნებით ძალიან ისეთი მოშვებული და რატომ? ყველაფერს მარტივად შეხედავთ, თუ აქამდე სულ იყავით დაცაბული, რაღაც დაჭიმული, ყველაფერს ძალიან სერიოზულად უყურებდით, აგვისტოს თვეში იქნება პირიქით. რაც არ უნდა მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, იქნებათ ძალიან ნეიტრალური, ან ძალიან მსუბუქი, ან ძალიან ზედაპირული ემოციური ფონი. თქვენთვის სულ ერთი იქნება თქვენს გარშემო რა მოხდება, იმიტომ რომ კონცენტრირებული იქნებით საკუთარ სიმშვიდესა და ბალანსზე. ყველაფრისთვის თითქოს მზად ხართ. კარგისთვის, ცუდისთვის და თქვენ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ ყველაფერში იპოვოთ ჰარმონია. შეიძლება დაგეგმილი გაქვთ სადმე გამგზავრება და ამ გზაზე და ასე ვთქვათ, ამ სიახლეზე და ამ განტვირთვაზე და დასვენებაზე ძალიან ბევრს ფიქრობთ და თქვენთვის პრიორიტეტი ახლა ეს არის, რომ დაისვენებ სადმე და უფრო რაღაცნაირად ლაღი ენერგიები შემოვა თქვენთვის. ან შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ ურთიერთობა შეიძლება, აი ვინც ახლა იწყებთ ურთიერთობას, ან რაღაც გარკვეული ურთიერთობა არსებობს, მაგრამ სტატუსური ურთიერთობა არ გაქვთ. შეიძლება გქონდეთ ესეთი მომენტი, რომ აი მინდა ეს ურთიერთობა თუ არ მინდა, მიიღირს თუ არ მიიღირს. აი რაღაცა აწონ-დაწონით ამ მდგომარეობას და შეცდებით, რომ მარტივად მივდგეთ და მარტივად შეხედოთ ყველაფერს. ანუ პარტნიორის დაკვირვება არის. ანუ ნახეთ, როგორი სიტუაცია გექნებათ, იცით, რომ აი მოვეწონები თუ არა ჩემს მიერ არჩეულ პარტნიორს, აი თავი მოვაწონო კი არა, მე მომწონს თუ არა, ამაზე იქნებით გადართული, ანუ მე მიიღირს თუ არა, მე ვარ კარგად მასთან თუ არა, მე რა მინდა, აი ეს გექნებათ და შეიძლება აქ ჩავთვალოთ, რომ ორი თაყვანისმცემელი ყავთ და ორ თაყვანისმცემელს შორის იქნება თქვენი სასწორი, ხო, ასე, რომელი უფრო იმსახურებს თქვენს შანსს. ან რომელთან უფრო ღირს სამომავლო გზის არჩევა, ან რაღაც აი ასეთი ორმაგი სიტუაცია გექნებათ და თუ ახლა რაღაც აი მოგწონთ ადამიანი, რამდენიმე შეხვედრა გქონდათ, რაღაცა ურთიერთობა იწყება, მაინც ბოლომდე დარწმუნებული თითქოს არ იქნებით აგვისტოს თვეში, თქვენს ურთიერთობას რა ბედი ეწევა. მაინც რაღაცა ორჭოფობაში გხედავთ. კი, ეს არის მსუბუქი შეხვედრები, ეს არის მაგალითად გახვალთ ერთად თქვათ ყავას დალევთ, რაღაც შეხვედრები გექნებათ. სასიამოვნო დიალოგები გექნებათ, გაისეინებთ კარგ ხასიათზე დადგებით, მაგრამ თითქოს სერიოზულად ამ ეტაპზე აი ძალიან ეს სიღრმეში არ ჩახვალთ. და ზუსტად აი ეს მომენტი. და ზუსტად აი ეს მომენტი
ითამაშებს დიდ როლს, რომ რამდენადაც თქვენ იქნებით ნეიტრალური პარტნიორის მიმართ, რამდენადაც თქვენ იქნებით მშვიდი, რამდენადაც თქვენ არ იქნებით დრამატული, თქვენი პარტნიორი პირიქით უფრო თქვენში ჩადებს მეტ ინვესტიციას და უფრო მეტად დაინტერესდება თქვენით და შეიძლება იყოს მოულოდნელი შემოთავაზება, რომ წახვიდეთ ამ პიროვნებასთან ერთად რამდენიმე დღიან, ვთქვათ, დასასვენებელ ანუ არ შეიძლება ქალაქი შეიცვალოთ ამ პიროვნებასთან ერთად, ან სადმე ერთად დარჩეთ რამდენიმე დღე, აი მოულოდნელი. შეიძლება უცებ გახვიდეთ, ყავაზე შეხვდეთ ამ ადამიანს და იქვე შემოგთავაზოთ ამ პიროვნებამ, რომ აი, მოდი იქ ვარ წავიდეთ და რაღაც სპონტანურად დაგეგმოთ სადმე წასვლა, რაც თქვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. რაც თქვენს ურთიერთობას თითქოს გარდამტეხ მომენტს მოუტანს. შეიძლება იყოს ძალიან სასიხარულო ნიუსი, რომ თქვენ იყიდოთ მანქანა და პარტნიორთან დაკავშირებით ამას რაღაც მეტი დატვირთვა ჰქონდეს და შეხვედრები მოხდეს, ან დაგეხმაროთ ეს ადამიანი მანქანასთან დაკავშირებით, ან შეიძლება უცებ თქვენმა პარტნიორმა თქვას, რომ იყიდა მანქანა და სადმე ერთად უნდა რომ წახვიდეთ. აი რაღაც შეიძლება ესეთი მომენტებიც იყოს, ხო, ვისთვისაც ეს აქტუალურია, ყოველ შემთხვევაში იქნება მეტი სპონტანურობა და აი რა მშვენიერი ასე ვთქვათ, დაგვირგვინება არის აქ, თქვენ ძალიან მარტივად უდგებით ყველაფერს და ამ თქვენს სიმშვიდეს, ბალანსს, რაღაცა ერთ ჰარმონიას, საკუთარ თავზე კონცენტრირებას მოაქვს ის შედეგი, რომ თქვენ იქნებით ამ პიროვნების რჩეული. აგვისტოს თვეში აუცილებლად აგირჩევთ ეს ადამიანი თქვენ და შემოგთავაზებთ ურთიერთობას. და თუ ურთიერთობაში ხართ, მით უმეტეს უფრო მეტად ჩადებს თქვენს ურთიერთობაში, ასე ვთქვათ, ინვესტიციას, მეტ ყურადღებას, სითბოს, სიყვარულს დაგანახებთ და იგრძნობთ, რომ ამ პიროვნების დამოკიდებულება თქვენს მიმართ საგრძნობლად უკეთესობისკენ შეიცვალა და თქვენ ხართ რჩეული ქალი, რომელიც უყვართ, რომელიც მას უყვარს, უფრო სწორედ, ხო, აი სიყვარულს იგრძნობთ ამ ადამიანისგან და ძალიან კარგი მომენტი იქნება, რაღაც თვის კულმინაცია თქვენთვის იქნება ისეთი, რომ თქვენ იგრძნობთ ძალიან წრფელ, კარგ ჯანსაღ სიყვარულს და თქვენს უკვე აი ამ მერყეობიდან და ამ აწონ-დაწონვის სიტუაციიდან გამოხვალთ და ამ პარტნიორს აირჩევთ თქვენს და მასთან თავს კარგად იგრძნობთ. ანუ თქვენი სასიყვარულო ენერგია უკვე თვის ბოლოს იქნება გარკვეული, დაბალანსებული და თქვენ თითოეულმე ძალიან რაღაც აი სრულყოფილად იგრძნობთ ურთიერთობაში თავს. დაგემშვიდობებით. და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეოთხე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით. მეოთხე პოზიციაზე დღეს გვყავს სტიქია წყალი, მორიელი, კირჩხიბი, თევზები. რა გელოდებათ პირად ცხოვრებაში? აგვისტოს თვეში. აქ ესეთი მომენტი გაქვთ, რომ შეიძლება ახლა ძალიან განიცდიდეთ პარტნიორის ან უყურადღებობას, ან აი სიტყვაც უმწყობას უყურადღებობას, ან შეწყვეტილ კომუნიკაციას. რაღაცნაირად ბევრი თქვენთაგანი რაღაც მიჯაჭვულობებში არის ახლა, ან რთულ მომენტში უყურებთ ამ გაშლას, ხო? აი ყავთ გულში ვიღაც ის ერთი ადამიანი, რომლის სოციალური საიტი, სოციალური ცხოვრება, მისი ახლანდელი მდგომარეობა თქვენზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს და თქვენს გუნება-განწყობილობაზე ძალიან მოქმედებს. სხვათა შორის, აი აქ შეიძლება გქონდეთ ისეთი მომენტი, რომ ღამის ძილი დაგერღვათ, ბევრი ფიქრები გქონდეთ ამ პიროვნებისგან, მეტი კომუნიკაცია გინდოდეთ, ან დაკარგული ურთიერთობად ჩათვალოთ, აი ადამიანი, რომელმაც ურთიერთობა გააფუჭა, შეიძლება ეს გქონდეთ, რომ აი მიგიზიდათ, მიგიჯაჭვათ, ძალიან შეეჩვიეთ ერთმანეთს და უცებ რაღაცა კომუნიკაცია დამთავრდა.
ძალიან გაფუჭდა, რაღაცა გაუარესებულ სიტუაციას მიჩვენებს, ხო? შეიძლება მოგემატოთ მიჯაჭვულობა, შემოწმოთ მისი სოციალური ქსელი. რაღაც ცოტა დაძაბული ენერგიით ვიწყებთ გაშლას, მაგრამ მაინც ვნახოთ, ხო? რა მოხდება. აგვისტოს თვეში ნახეთ როგორ არის თქვენ ფიქრობთ აბსოლუტურად სხვა პიროვნებაზე, ვისაც ეს რეზონირდება, რა თქმა უნდა. თქვენ ფიქრობთ აბსოლუტურად სხვა ადამიანზე, მაგრამ თქვენს ცხოვრებაში მოდის სხვა კონტაქტი, აბსოლუტურად სხვა პიროვნება შემოდის თქვენთან, რომელთანაც ძალიან ისე მარტივად დაიწყება მიმოწერები და რომელთანაც გაქვთ უკეთესი შანსი. ელოდებით ერთ ადამიანს, თქვათ, რომ ურთიერთობას გამოასწორებს, მაგრამ ის ნაცვლად მოდის სხვა ადამიანი და თავად აყირა აყენებს თქვენს სასიყვარულო ფონს, რაც ახლა გააქვთ. ანუ აგვისტოს თვე იქნება ცოტა არა, ყველაზე მეტად თქვენთან ამოვიდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდები, როდესაც საერთოდ მოულოდნელი სცენარით ვითარდება თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა. თქვენთან შემოდის პიროვნება, რომელიც არის მორიელი თევზები კირჩხიბი, რომელიც ეწყებს თქვენთან ძალიან აქტიურ კომუნიკაციას და ასევე იწყებს თქვენი მისამართით პირობის შესრულებას. აი, რასაც გეტყვით და დააკვირდებათ ან იტყვის, ყველაფერს თავის თავზე აიღებს კონტროლს ურთიერთობაში და დაიწყებს თქვენს მისამართით აქტიურ ქმედებას, მარტო სიტყვებით არა. თქვენ შეეცდებით, რომ არ აჩქარდეთ, რომ ეს მისი აქტიური ქმედებები დაბლოკოთ, შეაჩეროთ, მაგრამ ისეთი მომენტი არის, რომ საბოლოოდ ეს ადამიანი თქვენს მოხიბლას გრძნობ რომ შეძლებს, იმიტომ რომ ვისაც ახლა ელოდებით, რომ შეადარებთ რამდენად აქტიურია ეს ადამიანი და რამდენად პასიური არის ის ადამიანი, ვისაც ახლა თქვენ რაღაც მომენტში ძალიან რთულად უყურებთ ახლა ამ მომენტში გიჭირთ მის გარეშე ყოფნა. თითქოს აი ეს მისი აქტიურობა საბოლოოდ რაღაც შედეგს მოიტანს. მაშინ ერთ თვეში და ორ კვირაში შეიძლება არ მოხდეს ეს, მაგრამ რაღაც ახალი კომუნიკაციის ვარიანტები ჩდება თქვენთან და ეს ადამიანი ძალიან დომინანტი იქნება. სიტყვის ადამიანი იქნება, რასაც ჩაიფიქრებს, იმას გააკეთებს. ეს ის ადამიანი არ არის, რომელიც ელოდება, როდის გადადგამს ნაბიჯს ქალი მისკენ. არა. რადიკალურად განსხვავებული ხასიათის მამაკაცი მოდის თქვენს ცხოვრებაში. ქურუმი ქალი გვეუბნება თქვენზე ასეთ ინფორმაციას, რომ აგვისტოს თვეს შეიძლება შეხვდეთ ძალიან ესეთი სწორი სიტყვა რომ თქვა, სუსტი ენერგიით, მაგრამ თვის ბოლოს თავს იგრძნობთ ყოვლის შემძლე ადამიანად და ძალიან გაძლიერდებით, დაიბრუნებთ თქვენს ქალურ შარმს, დაიბრუნებთ ყველაფერს. აი, უცებ მოხდება თქვენი რეაბილიტაცია. შეიძლება ეხლა წარმოუდგენელიც კი იყოს თქვენთვის, მაგრამ ძალიან მალე აღდგება თქვენს სულიერ სამყაროში სიმშვიდე და ძალიან დიდ სიძლიერეს იგრძნობთ, საკუთარ თავს იგრძნობთ, რომ აი რაღაცნაირად სხვა ძალა მოგეცემათ, რომ აი ამ ყველაფერს გაუმკლავდეთ. დაგემშვიდობებით, გისურვებთ ყველას, რა თქმა უნდა, დიდ წარმატებას, ბედნიერებას და მომავალ შეხვედრამდე.